გამარჯობა, თქვენ უყურებთ მარიამოს vlogs, თბილისის წიგნის დღეებზე ვართ და ამ მოვლენას ალბათ კითხველი და გამომცემელი ერთნაირად ელოდება, ვინაიდან უამრავი ახალი წიგნი არის, კარგი შეთავაზებები და ფასდაკლებები არის და რატომ გადავწყვიტე რომ ეპიზოდი ჩავწერო. ახალი გამომცემლობა პირველად წიგნის ფესტივალზე, ეს არის მატარებელი, მიშკა ციხელაშვილი არის მატარებელის დამფუძნებელი, ასე ვთქვათ, და ამ გამომცემლობას წარგვიდგენს. მატარებელი გამოსცემს გრაფიკულ ნოველებს, იგივე კომიქსებს, რომელიც მსოფლიოში არის ძალიან პოპულარული და საქართველოსთან მიმართებაში მიშკა რო გითხრა, რამდენად არის დაინტერესება და თქვენ წიგნებზეც რომ მოგვიყვე, რა წიგნებს გამოსცემთ, უკვე 3 წიგნი არის ადგილზე და კიდევ ბევრი გზაში. მოკლედ დაინტერესება მე მგონია რომ არის ხა ჩვენი პირველი 2 თვის მოღვაწეობა, რასაც აჩვენებს, აშკარა არის რომ ხალხს აქვს ინტერესი კომიქსების მიმართ. მე ზოგადად რავი ძალიან მიყვარდა ეს ლიტერატურული მიმდინარეობა ყოველთვის, даже რუსული სიტყვა არის. მაგრამ იმედია მაპატიებს ჩვენი აყურებელი. როდესაც სულაკავის გამოცემაში მუშაობდი წლების წინ, მაშინ სულ ვიხვეწებოდი რომ რაც შეიძლება მეტი კომიქსი გამოვცეთ. და მე მახსოვს რომ მაშინ შენ გამოეცი მაუსი, შენი პერსეპოლისი, პირველი იყო პერსეპოლისი. და ჩემი საყვარელი კომიქსი ეს არის Watchmen-ი, დარაჯები, ეს. ჩემ პროექტი იყო Watchmen-იც და რავი, საუბროსო კომიქსები, რავი, ყოველთვის მინდოდა რომ ყოფილიყო ქართულ ენაზე თარგმნილი, გამოცემული, რაღაც წიგნის მაღაზიაში რო შეხვალ და ესეთი მნიშვნელოვანი გრაფიკული რომანები გვხვდება თაროზე ქართულ ენაზე თარგმნილი, კარგი ასოთ მხატვრობით, კარგი შრიფტით და ასე შემდეგ. რავი, მიმაჩნია რომ ქვეყნის კულტურულ, ლიტერატურულ გარემოს უფრო და უფრო ამდიდრებს ეს ყველაფერი. და ყოველთვის მინდოდა რომ რაღაცნაირად მე ვყოფილიყავი ამის სულის ჩამდგმელი და რაღაცა მე მემართა ეს პროცესი და მაგიტომაც ყოველთვის სადღაც აქ სულ არსებობდა იდეა რომ მე თვითონ მქონოდა ჩემი გამომცემლობა, რომელიც ფოკუსირებული იქნებოდა, ორიენტირებული იქნებოდა გრაფიკული ლიტერატურის გამოცემაზე და რაღაცნაირად ერთგვარი გამოწვევა იქნებოდა ჩვენთვის ისიც რომ ქართველ მკითხველისთვის რაღაცნაირად შეგვეცვალა წარმოდგენა კომიქსზე როგორც ლიტერატურულ ჟანრზე, იმიტომ რომ ქართულ მკითხველში როგორი აღქმა არის კომიქსთან მიმართებაში, რადგან როდესაც სულაკაურში მუშაობდი, გამოეცი რამდენიმე პროექტი იყო შენი. კომიქსი მიაჩნიეთ ხოლმე რომ აი ძირითადად არის მაინც საბავშვო საკითხავი. არა და ყოველთვის ესე არ არის, ხლა რავი 10-დან 8 ადამიანი, 9 ადამიანი შეიძლება დღეს ვერც გეუბნებოდეს რომ კომიქსი არის მხოლოდ ჰალკი, სპაიდერმენი, ვანდერვუმენი მსგავსი სტილის საკითხავი, რომელიც პრობლემა არ არის, მე თვითონ ძალიან მიყვარს ამდღარი საკითხავი, მაგრამ მარტო ესეც არ არის. არის უმნიშვნელოვანესი საკითხები მსოფლიო ლიტერატურაში გადმოცემული კომიქს ენით და რა მეც მინდა რომ ამას ავუწყოთ ფეხი, ამიტომაც არის რომ ცოტა რაღაც ინდი მიმართულება შემოგვერჩია თავიდანვე. და ის წიგნები, რომელიც გამოვეცით, ეს პირველი 3 წიგნი, რაღაცნაირად ესეთი კომერციული კომიქსის საკითხავი არ არის. თუმცა იმედი გვაქვს, რომ კარგად გავყიდით ამ წიგნებსაც და ჩვენ გვინდა, რომ აი მომავალ წლისთვის განსაკუთრებით რაღაცნაირად კარგი მიქსი გავაკეთოთ, რომ იყოს კარგი პოპულარული კომიქსის საკითხავიც ქართულ ენაზე და ქართული წიგნის თაროებზე და ასევე კომიks კლასიკა, აი 60-იანების, 70-იანების კომიks ლიტერატურა, რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი ფილოსოფიური საკითხები გადმოცემული კომიქსად და ასევე თანამედროვე გრაფიკული ჟურნალისტიკა, ესეისტიკა, რომელიც კომიks ლიტერატურას უკვე რაღაც საკმაოდ დიდი რაოდენობით იკავებს მსოფლიო საგამომცემლო ინდუსტრიაში და ამიტომ ვამზადებთ რაღაც ისეთ წიგნებს, აი მაგალითად ესეისტიკა ლივი სტრომკვისტის სიყვარულის ისტორია ანტიკური რომელსაც მიყვებოდი დღეს და სულ მოუთმენლად ველოდები. სიყვარულის ისტორია ანტიკური ეპოქიდან თანამედროვე რეალიტი შოუებამდე. აი მაგალითად რავი, რატომ ვერ პოულობს სიყვარულის დღემდე ლეონარდო დიკაპრიო და ასე შემდეგ. ასევე არის რავი კლიმატის კრიზისზე საკმაოდ კარგი კომიქსები დაწერილი, ეკონომიკურ კრიზისზე და ასე შემდეგ, რა. მოდი ახლა ვისაუბროთ უშუალოდ რაც უკვე შეუძლია რომ ქართველ მკითხველმა შეიძინოს წაიკითხოს და ჩემი ფავორიტი არის მინდი არაბული საუკუნო უკუნი. მინდიას აი მართლა წლებია, რაც Instagram-ზე ვადევნებ თვალს და ვარ მისი გამომწერი, ეს არის ლირიკული კომიქსი, რომელიც შემდეგ გადახარისხდა და ასე წიგნად გამოიცა. სიმართლე რომ გითხრა, ჩემ გარშემო ბევრმა ადამიანმა უკვე იყიდა ეს წიგნი და პოპულარული არის ჩემს ეგრეთ წოდებულ ბაბლში და როგორც გამომცემელი რას მეტყვი. იცი რა, მოკლედ მინდიას მკითხველი ვიყავი ჯერ კიდე მაშინ, როდესაც Instagram აკაუნტი არ მქონდა საერთოდ და მახსოვს რომ Facebook-ზე მეგობარმა გადმოაზიარა და
მაშინ შევხედე პირველად ამ ადამიანს, მის კონტენტს, ასე ვთქვა და აი შემიყვარდა მაშინვე და სადღაც ყოველთვის იყო სურვილი რომ ეს რაღაცა წიგნად მენახა. და როდესაც უკვე მატარებელი კომიქსის გამომცემლობის იდეა გაჩნდა, პირველი ვისაც ამაზე დაუკავშირდი იყო მინდია არაბული, რომ მეთქი მინდია ვაპირებ დროა რომ მეთქი ეს შენი პატარა ჩანახატები, კომიks ჩანახატები წიგნად გამოიწეს. ოღონდ მინდიას ამ ეტაპზე ქონდა რაღაც 2000-მდე კომიქსი დახატული და უნდა მოდი შევჯერდეთ რაზე ვიმუშაო. დავიწყეთ მუშაობა მხოლოდ მის პოეზიაზე, თან რაღაცნაირად მიგვაჩნდა რომ საინტერესო იქნება რომ რაღაცა ახალი ჟანრი გავაჩინოთ ქართული კომიks პოეზია. აქამდე ესეთი რამ არ ყოფილა და ჩვენთვისაც გამოწვევა იყო ასეთ ინოვაციურ მეთოდში, რაღაც მიმართულებაში, როგორ ვიმუშავებდით. და მინდა გითხრა რომ ანუ მიუხედავად იმისა რომ რაღაც 1000-ობით წიგნზე მაქვს ნამუშევარი, ეს იყო ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი სამუშაო პროცესი, იმიტომ რომ ერთი არის რანახატი არსებობს უკვე, მე ის როგორ უნდა გადაიხატოს, მე როგორ უნდა მოერგოს ეს ყველაფერი წიგნის ფორმატს და აი ძალიან ბევრი ვიმაიმუნეთ, ვიღლიცინეთ, ვიცინეთ, ვიტირეთ და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ესეთი კარგი გამოცემა გამოვიდა. აი ძალიან ზუსტად თქვი რომ ვიტირეთ და ვიცინეთ, იმიტომ რომ ზუსტად ესეთი წიგნი არის, თან არაჩვეულებრივი იუმორი, თან სარკაზმი, თან რაღაც მარადიულ ფილოსოფიურ თემებზე დაგაფიქრებს და თან რაღაცა დღევანდელ კონტექსტშიც ძალიან კარგად ჯდება. ჩემი როგორც მკითხველის აზრია. და იდეალურად ხდება დღევანდელ კონტექსტს, რაღაცნაირად ძალიან დროული წიგნი გამოდგა. კი. კეთი ჩართულანმა რომელმაც დაგვიწერა წინასწრობა ამ წიგნისთვის, ძალიან სწორედ შენიშნა, რომ რაღაცნაირად აი ამ პატარა hard პოეზიაში, მოკლე კომიks ლექსებში ისეთ თემებს მიმოიხილავს ისე სიღრმისეულად, რომ ვიღაცებს სჭირდებათ, ანუ რომანების დაწერა ამ თემების ესე სიღრმისეულად ჩაშლაში, ასე სიღრმეში ჩასვლაში და მინდა ახერხებს, რომ მოკლეს ხარკი პოეზიით რაღაცა მიაღწიოს იგივე ეფექტს და რავი, ამ ეტაპზე გაყიდვებითაც კმაყოფილი ვარ, აღმოჩნდა რომ კითხულს აინტერესებს თურმე ამ სახის ლიტერატურა. მახსოვს პირველად სამქალაქში ქონდა მინდიას წიგნის პრეზენტაცია და სუპირად ბათუმში დავიწყეთ და მახსოვს რომ რა ვიცი 200-მდე ადამიანი იყო და უსმენდა. მე წვიმა დაიწყო და უფრო მეტი შემოვიდა და აი არ ველოდით ასეთ შედეგს. კი ვიცოდი რომ ეს წიგნი თავის სათქმელს იტყოდა, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის რაღაცა მომავლის პოეზია, თითქოს ესეთი უნდა იყოს. ველოდები რომ კომიks ლექსები რაღაც მომენტში 1-2 ლექსი ამკრებულიდან ოდესმე ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში უნდა შევიდეს და სკოლის პროგრამაში უნდა ჩაიდეს. ესეთი ლექსები, ასეთ რაღაცებს ველოდებით და ადეკვატური განათლების რეფორმა რო გატარდება. კი, ზუსტად. და მინდიას შემდეგ წიგნებზეც აუცილებლად ვიმუშავებთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მასალა არის და რესურსი არის ამ ადამიანში და მიშკა, მოდი შემდეგი წიგნებიც ვთქვათ. შემდეგი იყოს მაშინ აი Kinderland-ი, ჩვენი უძვირფასი ეს დამიკავე ამასობაში. Kinderland-ი არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი გერმანელი ავტორის რომელიც საქართველოში იყო და სხვათა შორის მართლა მის შეხვედრაზეც ბევრი ადამიანი მოვიდა თან ძალიან საყვარელ ჩანახატებს უკეთებდა. აქ არ ვიცი ხა ეს ეგზემპლარი თუ ავიღეთ თუ არა, რომელსაც ჩანახატია გაკეთებული. არა, მაგრამ დაიცა აი აქედან მივწვდები ესეთი ჩანახატები, აი კამერასთან დავაახლოვებ, ნახეთ რა საყვარელი ჩანახატები არის. აკეთებდა, დაახლოებით რა ვიცი 300 ჩანახატი გააკეთა ამ კაცმა, მგონი რომელიც ანუ არც ერთი არ არის დაკოპირებული, ანუ ერთი და იგივე სტილის ნახაც ვერ ნახავ. მაგრამ თავად წიგნი არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი გრაფიკული რომანი არის. აი, რა მეინტერესებს, ასაკობრივი კატეგორია, რო ვთქვათ, საბავშვო არის, სადიდოა. ჩემთვის ეს არის, მოკლედ საგამომცემლო კატალოგებში 10+ არის მითითებული, რომ 10 წლის ზემოთ ბავშვებმა უნდა იკითხონ ეს. ну 9+ 10+ გააჩნია სადროგორ. მაგრამ მე პირადად ხა 33 წლის ადამიანს მე ისე შემეხო ეს ტექსტი, ჩემს მეგობრებს ისე ისიამოვნეს, ანუ აი ისე ხარხარებით ამ ყველაფრით, რომ მგონია რომ არ აქვს, აი კარგი საბავშვო ლიტერატურა სხვა საკი არ გააჩნია, ხო? მუმინებს სხვა საკი არ გააჩნიათ, ხო? რაღაცა. იგივე კატეგორია არის ჩემთვის ზუსტად ესეც Kinderland-ი და გუშინ იყო ზუსტად სტენდთან მოსული 40 წლის ადამიანი, რომელიც რო გვისმენდა, რომ ვისმურჩევდით საყვედურივით გითხრა, რომ რას ლაპარაკო, მე ეს წაკითხული მაქვს წიგნი და 40 წლის ვარო და ანუ გავგიჟო, გადავიდე ესეთი კარგია. ანუ არც ერთი საბავშვო წიგნი არ მგონია რომ მარტო საბავშვოა. საბავშვო წიგნი ყველა ვარიანტში სადიდოც არის. მე ესე ვუყურებ, იმიტომ რომ
განსაკუთრებით მიყვარს საბავშვო ლიტერატურის კითხვა. უბრალოდ აი რომელი წლიდან შეიძლება რომ 9 წლიდან უკვე ზემოთ პატარა მეგობრებს უყიდონ. კი, 9 წლიდან ზემოთ უკვე ეს წიგნი შეუყვარდებათ წიგნის კითხულებს, კომიქსის კითხულებს, თან ძალიან მიხარია რომ ძალიან ლამაზი გამოცემა გამოგვივიდა რა. იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად რა წიგნებზეც ვმუშაობთ, ყველა წიგნს უკეთებთ ხოლმე შესაბერის ფონტს. იმიტომ რომ მიმაჩნია რომ კომიქსში თვითონ ეს ტექსტი არის ასევე ილუსტრაციის ნაწილი ვიღაც ავტორებთან განსაკუთრებით და შესაბამისად ეხლა კომიქსი ესეთი ლამაზი ილუსტრაციებით გამოსცა და იქ ჩვენ სილფაენი და კალიბრი გაუკეთო, არ გამოვა რა ეგრე. მაშინ დაამახინჯა მთელ ილუსტრაციასაც. ამიტომაც ძალიან ძვირფასმა და ნიჭერმა ილუსტრატორმა ნინო ყაბალაშვილმა სპეციალური ფონტი გაუკეთა ამ წიგნისთვის შეიქმნა ფონტი, ამ წიგნისთვის შეიქმნა რაღაცა ესეთი სტილის ასოთა მხატვრობა, საუნდ ეფექტები და ასე შემდეგ და ამან აი მართლა მოგვცა ის ეფექტი, რა ეფექტიც უნდა მოეცა გადმოქართულებულ Kinderlands. თვითონ ისტორიაზე ვიტყვი 1-2 სიტყვას, ეს არის 1999 წელს ხდება, როცა ბერლინის კედელი უნდა დაინგრეს, აი წინარე პერიოდი არის, ყველა გარემოში იგრძნობა, რა ხდება, როგორი ისტორიული ქარტეხილები ტრიალებს ამ ქალაქის გარშემო. პატარა მირკოს და მის კლასელების ისტორია არის და რაღაცა ისე ხდება, რომ ამათ უნდათ რომ პინგ-პონგის ჩემპიონატი ჩაატარონ სკოლაში და თავიანთი სატკივარი აქვს და თავიანთი საზრუნავი აქვს და სულ არ აინტერესებთ ამათ ბერლინი გაერთიანდება თუ არ გაერთიანდება, ჯერ პატარები არიან მაგის კარგად გასაგებად რა, მაგრამ აი მათი სკოლის ისტორია, ბანაკის ისტორია, რაღაცა შატალოზე წასვლა, ასე შემდეგ, ფანტასტიკური წიგნია, ფანტასტიკური გამოცემა არის და რა ვიცი, რამდენიმე ეგზემპლარი გვაქვს დარჩენილი კიდე ესეთი ულამაზესი ნახატებით შიგნით და გჯერა რომ ქართულ წიგნის, საბავშვო წიგნის ინდუსტრიაში განსაკუთრებით თავის სიტყვას ეტყვის Kinderland. თან მით უმეტეს დღეს ბავშვებს უყვართ ესეთი მოკლე და ხარტი ინფორმაციის მიღება და მგონია რომ შესაბამისი არის დღევანდელი ბავშვებისთვის. ერთსაც დავამატებდი, რომ მე თვითონ ახლა სკოლაში კომიქსებს ვასწავლე და კომიքს თეორიას და მინოთქა, რომ მავილი მე აღმოვაჩინე როგორი ავტორი. გარდა იმისა, რომ მაგარი ილუსტრატორია, მაგარი ამბის მთხრობელი არის, ადამიანს ვისაც აინტერესებს როგორ უნდა დახატოს და შექმნას კომიქსი, ანუ ამ წიგნისგან, მავილისგან ფაქტობრივად შეუძლია ისწავლოს, ხო, როგორ ააგოს კომპოზიცია, პანელიდან პანელზე როგორ გადავიდეს, ანუ კლასიკური კომიქსი არის. კი, სად გამოიყენოს კარგად საუნდ ეფექტი, როგორ დაასვას კარგად ღრუბლებით, ხრობის ან ფიქრის ღრუბლები და ასე შემდეგ. ანუ მე იცი დავამატებ, რომ ჩემი აზრით არ ვიცი რამდენად დამეთანხმები, აი იმ მშობლებს, ვინც დარდობს, რომ მათი შვილები არ კითხულობენ, წიგნთან ვერ მეგობრობენ, ეს წიგნი რო ურჩიონ, შეიძლება კითხვაც კი შეაყვარონ, რადგან აი ზუსტად მაგას ვიძახითი, რომ თან ვიზუალურად ძალიან საინტერესო, ვიზუალურად ძალიან ლამაზი და ეს მოკლე ინფორმაცია, რასაც კომიქსი იძლევა ამის საშუალებას, პატარებისთვის მიზიდველი იქნება. კი, მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ რაღაცნაირად ისეთი თინეიჯერი და უფრო დაბალი ასაკის თაობა წამოვიდა, რომ ვიღაცებს ვისაც ეზარებათ კითხვა რა, შეიძლება 15 გვერდიანი ტექსტი ვერ წააკითხო, მაგრამ 300 გვერდიანი და 200 გვერდიანი კომიქსი წაიკითხავენ. ეხლა იყო ერთი ნახევარი საათის წინ სტენთან მოსული ბავშვი, რომელსაც გუშინ იყილა Kinderland და მოვიდა რომ უკვე ნახევარი წავიკითხო და ძალიან მომწონს, აი ძალიან აღფრთოვანებული ბიზიარება თავის რაღაცა ემოციებს ამასა და ვიღაც კაცი უსმენდა იქ და ამაში მე ვიყიდიო შვილთვისო და ბავშვს დაუჯერა და კარგი არის ჩვენი გააკეთა. მოკლედ მორიგი წიგნი და ნიკა სამუშიაზე ვლაპარაკობდით დღეს დილით, დილის ყავაზე, დილის ყავაზე, რომელიც არაჩვეულებრივი მთარგმნელი არის და ნიკა სამუშიას რა თარგმნინე, კარგად მოგვიყევი. ეს არის ჩვენი ახალი წიგნი, ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები, ჯოსაკოს წიგნი, რომელიც ერთი კვირის წინ გამოვიდა, რაღაც გვინდოდა რომ ქონოდა ძველი გამოცემა ჟურნალის რაღაც ძველი გაზეთის ეფექტი. კი, სპეციალურად გვინდოდა ესეთი გამოცემა რომ ყოფილიყო. ორ სიტყვას ვიტყვი თავად ავტორზე, ეს არის ავტორი, რომელმაც გააჩინა გრაფიკული ჟურნალისტიკა როგორც ჟანრი ლიტერატურაში 80-იანი წლების ბოლოდან. თვითონ განათლებით არის ჟურნალისტი და ჰობი ჰქონდა, რომ კარიკატურებს ხატავდა და რაღაც მომენტში აი ეს საოფისე ჟურნალისტური სამუშაოები რო უკვე თავს ატკიევდა და ვეღარ შეითავსა და ასე შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ოკეი, რაღაცნაირად ჩემი სტილი უნდა ვიპოვო და რაღაც ისე დაემთხვა თან, რომ გაიაზრა, რომ გარკვეული პროპაგანდის სხერპლი იყო, იმიტომ რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დროს ყოველთვის ისრაელი რატო წარმოჩინდება როგორც მსხვერპლიო რა ამ ყველაფერში და აიკრიბა გუდანაბადი
გადაცხოვრდა პალესტინაში, თავისი ფულით, არავისი ფინანსებით, არავისი სპონსორინგი არ ქონია, ცხოვრობდა ადგილობრივებთან, ღაზაში, რაფაში, რამალაში, ასეთ ქალაქებში. აღწერილი აქვს მე როგორ ხატავდა ამ პერსონაჟებს და როგორ ყვებოდა თავის ჟურნალისტურ რეპორტაჟებს კომიქს ენით. და აი რაღაცნაირად ამან შექმნა ისეთი გენიალური ფორმა ჟურნალისტიკის, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, იმიტომ რომ 91-ში დაიწყო მან გამოქვეყნება პალესტინაზე თავისი კომიქსების, დღეს ეს პალესტინაზე კომიქსები მიიჩნევა უკვე კომიქს ლიტერატურის კლასიკად. და ამან ფაქტობრივად აი ძალიან ბევრი ავტორი აღზარდა უკვე ამ წიგნებზე. ჩვენ ძალიან გვინდა რომ ჯოსაკოს გამომცემლები იყო, ძალიან უცხოეთს რო ვუნებთ რომ აი ჯოსაკოს გამოცემ, ოკეი. უკვე იციან რომ რა თამასა გვაქვს, უკვე იციან. უკვე საქმე რო გესმის ხდებიან. თუმცა ის ხელი წიგნები არის 300-400 გვერდიანი წიგნები და ბოსნიის ომზეც აქვს წიგნები და გენიალური და გვინდოდა რომ აი მოდი როგორ გავაცნოთ ქართულ მკითხველს და მისი ეს პატარა 44 გვერდიანი ნაშრომი ჩეჩნეთის ომზე, როდესაც 2002 წელს ინგუშეთში ბანაკებში მოგზაურა და ჩეჩენ ქალებთან ინტერვიუებს ატარებდა. ინტერვიუებზე დაყრდნობით შექმნა კომიქსი ჩეჩნეთის ომის ჩეჩენი ქალები და ჩვენ ეს თარგმნით ქართულ ენაზე. რა თქმა უნდა, მკითხველისთვის ახალი შრიფტით, რა თქმა უნდა, და ნიკა სამუშიას გადასარევი თარგმანით. ავტორი არის თვითონ, რა თქმა უნდა, ავტორიც მისი, რა ქვია, ტექსტისაც და ილუსტრაციებისაც. და მოკლედ ძალიან დიდი სახელი არის ჯოსაკო, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველოშიც დაიძახებს ადრე თუ გვიან და ეს წიგნი გვიხარია, რომ არის რაღაცა ერთგვარი პირველი კარი, რომელიც გავაღეთ ჯოსაკოსთვის საქართველოში. და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოდ შეარჩიეთ ეს თემა და ეს წიგნი ვინაიდან ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე რეგიონში რა მოვლენებიც ვითარდება ჩეჩნეთის ომზე კომიქსი მით უმეტეს ვფიქრობ, რომ ბევრი მკითხველი ეყოლება. არ ვიცი, კარგ გაყიდვებს და ბევრი მკითხველს. მადლობა დიდი. გისურვებთ. მადლობა დიდი. მე ვფიქრობ, რომ მეც ასევე ვფიქრობ, რომ არის ძალიან რელევანტური დღევანდელი ქართული საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ის ისტორიული გარემო, რაც ამ წიგნში არის აღწერილი და ეს არის ნონ-ფიქშენი, ეს არ არის ფიქშენი, ძალიან ნაცნობი არის ქართველებისთვის და გონია, რომ ძალიან კარგად გაითავისებს ქართველი მკითხველი. თან ჯოსაკოს კიდე რა აქვს, იცი? ანუ აი ამ mindset სulis მკითხველისთვის რა, რომ კომიქსი რო გონიათ არის სპაიდერმენი მარტო და დიდი პატივისცემა სპაიდერმენს არ გეკონოთ რომ წინააღმდეგი ვიყო. რაღაცნაირად ჯოსაკოს კომიქსს რო კითხულობ, წარმოდგენა კომიქსზე როგორც ჟანრზე თავდაყირა გიწერიალდება. კი რა, თან მით უმეტეს აი ესეთი გამომსახველობით ფორმებით რაღაც გოიას და ოტოდიქსის სტილის ილუსტრაციები, აი რა ვიცი, დავაზუმებ. ნახეთ, აი სრულიად სხვა სახის ვერც კი აღიქვამს ვიღაცა რომ ეს შეიძლება იყოს ესეთ სერიოზული ნამუშევარი, ესეთ სერიოზული გამომსახველობითი ფორმებით კომიქსად, მაგრამ ჯოსაკო ახერხებს და ამიტომაც მიიჩნევა კომიქს ლიტერატურის კლასიკოსად რა. მიშკა ძალიან საინტერესო იყო ეს დიალოგი. მე მით უმეტეს კომიქსების ისეთი მცოდნე არ ვარ როგორც ჩვენ, მაგრამ მიყვარს და როგორც თქვი Watchmen ჩემი საყვარელი კომიქსია, მათ შორის რაც წამიკითხავს და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს გამომცემლობა უკვე ქართულ მკითხველს აქვს საშუალება რომ ეს გამომცემლობა არსებობს და ქართულ მკითხველს აქვს საშუალება რომ ესეთი ძალიან მცოდნე ადამიანების მიერ გაკეთებული სელექციით ესეთ საინტერესო წიგნები შეიძინონ. მატარებელი ქვია შენ გამომცემლობას, რატო ქვია მატარებელი ეგეც? მატარებელი რატო ქვია? ჯერ ესეთ მატარებელი არის ჩემი ერთადერთი საყვარელი ტრანსპორტი. და ანუ ბევრს ფიქრობდი საერთოდ რა უნდა დამერქნია გამოცემობა და ჯერ კიდე რავი 6-7 წლის წინ როდესაც გაჩნდეს და ბევრი ვარიანტი გამოიცვალა და 2-3 წლის წინ როდესაც მატარებელი გაჩნდა, ოკეი, მეთქი მატარებელი უნდა იყოს. პირველი რიგში ხო რა ვთქვი, ჩემი საყვარელი ტრანსპორტია, მაგრამ მატარებელი თავის ფორმით ძალიან გავს კომიქს პანელებს ასევე რა. ვაგონები. კი, რაღაცნაირად მე კიდე რაღაცა კულტურის მატარებელი გამოდიხარ, კიდე ქართველი მკითხველისთვის. და ჩვენ პარტნიორ დიზაინის აგენტოს ძალიან მოწონს რომ რებელიურია სახეც ამაზე არ მიფიქრე. იმიტომ რომ იმად ვიქნა ჩვენო რებელები ვართ ქართულ საგამომცემლო ინდუსტრიაში. თან ესეთ დროს რო იწყებ ამ კრიტიკულ მომენტში საგამომცემლოსო. ესეც საინტერესო აღნიშნა არის, რომ დღეს აი ამ კრიტიკულ დროს, რა დროშიც, რა საგიჟეთშიც ჩვენ ცხოვრობ, ასეთი საქმის დაწყება სარისკო არის ერთის მხრივ, მაგრამ დიდი გამბედაობაც არის და მე მჯერა ქართველი მკითხველის, რომელიც აი წიგნის დღეები არის და ეხლა აქ რამდენმა ადამიანმა გაგვიარა უამრავი მკითხველი არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის არის კარგი დრო ლიტერატურისთვის და პოეზიისთვის. ნამდვილად და ამიტომ მოკლედ გირჩევთ გამომცემლობა მატარებლის წიგნებს.
კომიქსებს და ვფიქრობ, რომ საქართველოშიც ისევე მოიკიდებს ეს ჟანრი ფეხს, როგორც ეს თომსოფლიოში. Fingers crossed, იმედი გვაქვს და ამის გაკეთება გვინდა ჩვენც. ძალიან დიდი წარმატებები, ვიმედოვნებ, რომ შემდეგ ფესტივალზე კიდე დამატებით ახალი წიგნები გექნება და ისევ ჩავწერთ ახალ ეპიზოდს. აუცილებლად. წარმატებები. მადლობა დიდი.